საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ კიდევ ერთი ახალი საგრანტო კონკურსი ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის გამოაცხადა. პროგრამის მიზანი კახეთის რეგიონში ადგილობრივი ინოვაციური და ტექნოლოგიური ეკოსისტემის გაძლიერების ხელშეწყობა, ინოვაციური პროდუქტების, მომსახურების, ტექნოლოგიებისა და პროცესების შემუშავება, ათვისებისა და კომერციალიზაციის გზით ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპების შექმნა. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც უკვე აქვს საკუთარი სტარტაპი, ან მომავალში გეგმავს ამ მიმართულებით სამეწარმეო საქმიანობის დაწყებას. თუმცა როგორც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენელი განმარტავს, კონკურსში უპირატესობა მასშტაბირებისა და გლობალურ ბაზარზე გასვლის პოტენციალის მქონე სტარტაპებს მიენიჭება. სააგენტოში განაცხადების მიღება 9 ნოემბრამდე გაგრძელდება. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს 25,000 ლარიან რეგიონალურ საგრანტო კონკურსს, რომელიც გაიმართება კახეთის მასშტაბით. განაცხადების მიღება უკვე დაწყებულია და გაგრძელდება 9 ნოემბრამდე და საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს მოქალაქეებს, ფიზიკურ პირებს, რომლებსაც სურთ რომ დარეგისტრირდნენ და განახორციელონ თავიანთი საქმიანობა კახეთის რეგიონში, ან უკვე არიან რეგისტრირებულები როგორც მეწარმე სუბიექტები. საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ზოგადად მხარს უჭერს ისეთ იდეებს, რომელიც არის გლობალური მასშტაბირებადობის პოტენციალის მქონე და ასევე კომერციალიზაციის პოტენციალის მქონე და ამ შემთხვევაშიც საგრანტო კონკურსზე მიენიჭება უპირატესობა ისეთ იდეებს, რომელიც არის ინოვაციური ტექნოლოგიების მიმართულებით და აქვს მასშტაბირებადობის პოტენციალი.